გამარჯობა, დღეს გაჩვენებ ჩემს პატარა სახმანქანას შიგნიდან როგორ გამოიყურება, ყველანაირ დეტალს ერთად გავივლით და გეტყვით ზუსტად რა ჯდება ესეთი პროექტი, რა ყველაფერი საერთოდ. რა გექნებათ საბოლოო ხარჯი ესეთი პროექტის აწყობისას. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ეს მანქანა არის ყველაზე დაბალი და ყველაზე მოკლე ვერსია 1999 წლის Ford Transit-ია, მექანიკა დიზელი. სიგრძე და სიგანე არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ დავწერ მარტო სათავსო ადგილის, მაგრამ ყველაფერი ისე ჩავტიე, რომ ჩემი აზრით ამ ფასში და ამ ბიუჯეტში ამაზე უკეთესი ფიზიკურად ვერ აიწყო. სანამ ყველაფრის ფასს გეტყვით, ჯერ გეტყვით რა ხდება აქ. ესაა ესეთი ამოსაშლელი მაგი და გაგრძელება ამის, რომ საჭმელებს რო აკეთებ, უფრო მეტი სივრცე ქონდეს და ეს ასასვლელი არ დაიკარგოს. ეს არის გაზი ორკამფორიანი და აქ გვაქვს წყალი. სამზარეულოს აქეთ მხარეს უკვე გვაქვს ალონკა, აქ შიგნით გვაქვს ჭურჭელი. ეს არის ესეთი მაგი და აქ პატარა თარო, აქ გვაქვს დანაჩანგალი და მსგავსი რაღაცეები, აქაც სათავსო და აქაც სათავსო. აქეთ უკვე ავზები და გაზის ბალონი. ესე გამოიყურება საწოლი, რომელიც ორსაწოლიანი ხდება. აქ ქვევით გვაქვს სათავსოები, სამი ცალი სათავსო და ასევე აქ ქვევით აყენია დიზელის გამათბობელი. ეხლა განახებთ ეს როგორ იშლება. აგერ ეს გამოდის, ვიღებთ ამ მხარეს, ჩადის აქეთ. შეგვიძლია ესეთი კუთხის ის გავაკეთოთ, სადაც ესე დავუძდებით. აქეთ ამ მხარეც იგივენაირად გამოდის, ვიღებთ ამ მხარეს. ეგა ორადგილიანი საწოლი გვაქვს და მე ვაფშე თავისუფლად ვეტევი აქ. და კიდევ ერთი ადამიანი თავისუფლად დაეტევა აქ. ძალიან მარტივია როგორც ამის გაშლა, ისე ამის აკეცვა. გაშლას მაქსიმუმ 30 წამი დაჭირდეს და ესეც ამოვიღოთ და შემოიკეცა ეს მხარეც. აქედან იმართება ყველაფერი, ესაა შუქების დამარეგულირებელი. ეს შუქები, ერთი სამზარეულო და სამი შუაში, ეს ეკოფლოუ, ეს ჩამრთველი ზევით და ეხლა აყენია ჰაერის შემოშლაზე, გაგრილებაზე, მაგრამ საჭმელს რო აკეთებ, გაწოვაზე აყენებ და გადის ხელი ორთქლი და ყველაფერი. აქ არის კიდევ ერთი სათავსო. ქვევით მაცივარი. ესა დიზელის გამათბობელის ჩასართავი, გამოსართავი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც აქ მანქანაში არის თვოიზოლაცია, რაზეც ძალიან ბევრი მაქვს ერთ ვიდეოში ნასაუბრები და ყველაზე დიდი თვოიზოლაციის სითბოს და ან სიცივის დამკარგავი არის ფანჯრები. ამიტომ მაქვს ესეთი ფარდა, რომელიც შეკერილია დუტის მატერიისგან რა და აქვს ძალიან კარგი თვოიზოლაციის ფუნქცია. სითბოსაც დაიჭერს და სიგრილესაც დაიჭერს. აქ ერთი მაგნიტი მინდა რომ ეს ბოლომდე მივიდეს და ეგა. ასევე აქაც გავაკეთებ სპეციალური ფარდები. ერთ მხარეს აქვს მზის ამრეკლი და მეორე მხარეს დუტის მატერია და რომელიც ესე მაგნიტებით მაგრდება. არ უშვებს სინათლეს გარეთ. რო გარეთ ვერავინ ვერ დაინახოს, შიგნით შუქი რუანთია. გარედანაც არ უშვებს შიგნით სინათლეს და თან აკავებს სითბოს და სიცივეს. მეც ვერაფერს ვერ მოთხოვ ამას. მე ვარ სიმაღლეში 1.88 და ჩემი აზრით 1.90
მაქსიმუმ ადამიანისთვის ეს პროექტი იქნება იდეალური. თან 2 ადამიანისთვის. მართალია პატარაა, მაგრამ ჩავტია საერთოდ ყველაფერი რა. რო ვზივარ სივრცე მაქვს მაინც თავთან. პირველ რიგში დავიწყებ მასალებს, რომლებიც გამოვიყენე შიგნიდან. თბოიზოლაციისთვის გამოვიყენე 30-იანი და 40-იანი XPS-ი. 30-იანი გავუშვი ზევით და ქვევით და კედლებზე გავუშვი 40-იანი. რამხელა საშუალებაც მომცა იმ სისქის XPS-ები გავუშვი. რამში დაჯდა 150 ლარამდე ყველაზე კაი ხარისხის ვიყიდე რაც იყო. თანამ თბოიზოლაციას გავაკეთე ხმის იზოლაციაც, რომელიც დაჯდა ჯამში 100 ლარი. გამოვწერე ჩინეთიდან, ძალიან იაფია, სახმელეთოდ ჩამოიტანეთ და წონას არ მოუწევს ძვირი. კიდე სხივი პლუსში, რომელიც ერისთავზია, მან დავხარჯე დაახლოებით 200 ლარი უთხოვანებში, ანჯამებში და ესე წვრილმანებში. ხის ლაქი, ბაიცი, შურუფი, შპაკლი, წებო, მსგავსი რაღაცეები დამიჯდა ჯამში 200-250 ლარი დაახლოებით. ლინოლეუმი დამიჯდა 125 ლარი ეს ძირს აკვირია. ეხლა გეტყვით ხის მასალები რა დამიჯდა. ვაგონკა ეს ჭერზე რაც მაქვს 90 ლარი. ავეჯის დაფა, რომელიც სამზარეულოში გამოვიყენე და ამ მაგიდაზე გამოვიყენე, ღირდა 120 ლარი. კედლებისთვის დამჭირდა 4 ცალი 4 მმ-იანი ფანერა, კედლებისთვის და ამეებისთვის და ჯამში დაჯდა 72 ლარი. სამზარეულოში დამჭირდა 10 მმ-იანი ფანერა, 3 ცალი, რომელიც დაჯდა 114 ლარი. ძირისთვის დამჭირდა 2-10-იანი ფანერა, რომელიც 76 ლარი ღირდა. საწოლისთვის დამჭირდა 15-იანი ფანერა, 3 ცალი, რომელიც 160 ლარი ღირდა და უკანა მხარე ის კონსოლი რაც მაქვს აწყობილი, იმისთვის დამჭირდა 2 ფანერა, ჯამში 100 ლარი. რეიკა ვიყიდე ძალიან ბევრი, 180 ლარის რეიკა ვიყიდე 3-4-ზე და რეალურად ნახევარიც არ დამჭირდა. აი, ხის მასალები გითხარით. ახლა უკვე სახარჯი მასალები, ალუმინის ლენტი 35 ლარი, აუზი 20 ლიტრიანი 20 ლარი, სილიკონი 17 ლარი, 2 ცალი გერმეტიკი 30 ლარი, ვენტისთვის კიდე ერთი დამჭირდა 20 ლარი, კიდე ერთი გერმეტიკი დამჭირდა 13 ლარი, ორმხრივი წებოვანი ლენტი დამჭირდა 3 ცალი 21 ლარი, კიდე ერთი ორმაგი ლენტი 7 ლარი, სამონტაჟო პოლიურეთანის 4 ქაფი, რომელიც ჯამში არის 65 ლარის თბოიზოლაციაზე უნდა მიხსენებინა ეგეც. ესე დეტალურად არ მიწერი არის, მაგრამ დომინოში 2 გასვლა კიდე დამატებით წვრილმანები რომ ჭირდებოდა და უბნის სანტექნიკის მაღაზიაში და ელიაოზეც ჩასვლაში დამჭირდა ჯამში 180 ლარი. ტაობაოდან კიდე რაღაც დეტალები გამოვიწერე იმაში 150 ლარი. დეტალები ამოთ, კიდე სხვა რაღაცეებიც მაქვს გამოწერილი, მაგრამ იმებს ცალკე გეტყვით, ისინი მნიშვნელოვანი რაღაცეებია. და კიდე სამჯერ მიწერია დომინოში გასვლა და ელიაოზე ჩასვლა ჯამში 300 ლარი. ეხლა მოდი ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა ელექტროობა. ელექტროობასაც დავიწყებ რაც არ ჩემს იმით. კაბელები გამოვწერე Amazon-იდან, იმიტომ რომ საჭიროა სპეციალური სახლი მანქანის კაბელები, რომლებიც ვიბრაციას, სიცხის და სიცივის სწრაფცვლილებას და მსგავს პირობებს უძლებს რა, კონდენსატს, წყალს, ყველაფერს, რომ არ გატყდეს, არ დაიბზაროს და მე მთლიანად ყველაფრის მონგრევა არ დაგჭირდეს და ახლიდან გაკეთება. ამიტომ კაბელები, ორნაირი კაბელი, 16 გეიჯიანი და 12 გეიჯიანი კაბელები დამიჯდა ჯამში 300 ლარი. სიგარეტის პორტის ადაპტერი, DC551 კაბელები, 12 ვოლტიანი ფიუზ ბლოკი, გამცველები, ეგრევე კაბელს, რომელიც უერთდება, 2 ცალი გამაგრძელებელი, დიზელის გამათბობელი და მაცივარი 220-ზე მემუშავებინა, ეს რაცაა შემერთებული ერთი მაგისა. როკერ სვიჩები, პომპის ჩართვისთვის, რაც მჭირდება, ყველაფერი ესეთი წვრილმანები დაჯდა, ეხლა ვერ შევკრიბო, მაგრამ დაჯდა ამდენი. რომ მნიშვნელოვანი ელექტროობის რაღაცეები. Ace-Gos ბრენდის ეს ჩამრთველები, დიმერ ჩამრთველები, 2 ცალი დაჯდა 90 ლარი. თავი ფასებს რასაც ვამბობ, ყველაფერი არის წონიანად. ნათურები 4 ცალი დაჯდა 80 ლარი. პომპა, რომელიც წყალს აკაჩავებს, დაჯდა 92 ლარი და ვენტი, რომელიც ჭერში აყენია, გამწოვი და გამწოვის ფუნქცია აქვს და რომ გაგაგრილოს ეგ ფუნქციაც აქვს, თავისი პულტი მოყვება, დაჯდა 360 ლარი. მაცივარი 40 ლიტრიანი, დება 580 ლარი გამბაჟებიან. ასევე მაქვს ეკრონის 500 ვატიანი EcoFlow-ს დამტენი, რომელიც ღირდა, ზუსტად ეს ღირდა
და EcoFlow Delta 3 ფასდაკლებაში ვიყიდე 1650 ლარად 1 კილოვატიანია და 5 კილოვატამდე შეიძლება გაზდა, რა ძალიან მაგარია ეს EcoFlow. ეს მზის პანელი, ასევე EcoFlow-ი ფასდაკლებაში ვიყიდე 550 ლარად და ჯამში დავზოგე 3300 ლარზე მეტი. სასწაულია. დიზელის გამოთმობელი, რომელიც საწოლის ქვევით აყენია, დამიჯდა ჯამში 200 ლარი წონიანად ყველაფრიანად ჩინური, ძალიან კაი ხარისხისა, დაჟე ისი ახურებს, რომ ვერ გაძლებ რა, უფრო დიდი სივრცეებისთვისაც განკუთვნილი გარაჟებისთვის და ეგეთი რაღაცეებისთვის. რასაც ვლაპარაკობ ყველაფრის ვიდეო გაკეთების ვიდეოს დეტალურად. ჩემ მაგ 6 ვიდეოს რო უყუროთ, შეგიძლიათ ააწყოთ ყველაფერი. თან ეს მე ავაწყე საერთოდ 0 გამოცდილებით. დიზელის გამოთმობელი 12 ვოლტიდან გადავიყვანე 220 ვოლტზე, იმიტომ რომ ადგილი არ მქონდა 12 ვოლტზე და ეგ დრაივერი დამიჯდა 90 ლარი. ელექტროობა ჩავხურეთ თლიანად. ეხლა გადავიდე სამზარეულოზე. სამზარეულოში ჭურჭელი და რაღაცეები, რაც სახლი მანქანისთვის, ანუ სახლისთვისაც საჭირო, მაგრამ სახლი მანქანის მშენებლობა გაკეთებაში არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. ერთჯერად თებშებითაც წახვალ თუ გინდათ, მაგრამ მაინც მივათვლი, დაждდა 600 ლარი. ეს ნიჟარა. თავისი ონკანით, თავისი ყველაფრით ვაფშე. ალიბაბადან გამოვწერე, თავის წონიანად, ფასიანად დაждდა 300 თუ 350 ლარი, ეს ზუსტად ვერ ვიპოვე. ეს 2 კამფორიანი გაზი ალიბაბადან დამიჯდა 140 ლარი თავის წონიანად. ბოლოს გეტყვით რატ დამიჯდა ეს ყველაფერი ძალიან იაფი რა. ძალიან მაგარ რჩევას მოგცემთ ბოლოს. ყველაფერს რო გეტყვით უკვე. 60 ლიტრიანი აუზი 44 ლარი, 20 ლიტრიანი აუზი 36 ლარი, შლანგი გაზისთვის 3 მეტრი ჯამში 45 ლარი, გაზის ბალონი 260 ლარი, გაზის ბალონის რედუქტორი, რომელიც აუცილებელია, დაждდა 45 ლარი და იმიტომ აუცილებელი, რომ ამასაც, კალონკასაც, ყველაფერს ნაღდი პროპანის წნევა ეგრევე რომ გააერთო, თქვათ, გაზის ბალონზე გააფუჭებს. იმიტომ რომ მოდის ძალიან მაღალი წნევით და ეს ამცირებს წნევას და მოდის 29 ემბარით. სანტექნიკის მილები, გადამყვანები და რაღაც წვრილმანები დაждდა 70 ლარი. ბარემ სამზარეულოს მივათვლი, იმიტომ რომ სანტექნიკაში გადის, კალონკა მაქვს 6 litrიანი სპილენძის, რომელიც დაждდა 257 ლარი. რეალურად 100 ლარი ძვირიждდებოდა, მაგრამ მაგაზეც გეტყვით როგორ დამიჯდა ნაკლები. 100 ლარით ნაღდი ფასი, თორე მე გამბაჟებაც ვწევდი. და ამაზონიდან გამოვწერე გაზის გადამყვანები, რაღაცეები, ადაპტორები რა, იმიტომ რომ კალონკას მოყვა ისეთი თავი, რომელიც ეგრევე არ უერთდებოდა, მილზე გადამყვანი და ასე შემდეგ დამიჯდა ჯამში ყველაფერი 150 ლარი და 150 ლარიც, იმიტომ რომ რაღაცეები არასწორად გამოვწერე და რაღაცეები ზედმეტი გამოვწერე. რაღაც ისეთ პროექტს რო იწყებთ, ეგ უეჭველია, რომ ზედმეტი ფული წაგივათ რაღაცეებში რა. ეს მატრასი დამიჯდა 100 ლარი, მატერია რაცა გადაკრული. ეგ ღირდა თავის მეიკებიანად გონი 120 ლარი და ჯამში საწოლი დამიჯდა, ბრუბელი, ნაჭერი, ყველაფერი დამიჯდა 220 ლარი. სულ ესაა მთელი სახლი მანქანა, რომელიც დაჯდა 9000 ლარი, მაგრამ რეალურად უნდა დამჯდარიყო 13000 ლარი. 4000 ლარი დავზოგე და რო გეითხარით ვიდეოს შუაში რო გეტყვით ბოლოს კაი რაღაცეებს თქო, ეხლა დავიწყებ მაგეების ლაპარაკს. პირველ რიგში თავარი რჩევა რაცაა, რომ ჩინელს უნდა ევაჭროთ. ვაჭრობის გარეშე, კაი ფასდაკლებების მოძებნის გარეშე, მართლა 4000 ლარი მეტი დამიჯდებოდა. ყველაფერში საერთოდ ცდილობდი, რომ დამეზოგა ფული ელემენტარულ პატარა დეტალებშიც. ვამოწმებდი ალიბაბაზე, ამაზონზე და ჩინეთში. სადაც ტრანსპორტირებიანად ყველაზე იაფი მიჯდებოდა, იქიდან ვიწერით. ეს კალონკა არ გამიტესტია ახლა, მაგრამ ჩვეულებრივ აქ გარე საშხაპეს გააკეთე, ფარდა მაქვს და შეგიძლია გააბადა. აქ გადაივლო ჩვეულებრივ წყალი, შიდა საშხაპი რა თქმა უნდა ვერ ექნება. ტუალეტს რაც შეეხება, ბოლო ეპიზოდი აწყობაში ხსნი, რომელი ტუალეტია, კაი რატო, რანაირად და ჩვეულებრივი დასაკეცი ტუალეტი მაქვს აქ, იმიტომ რომ ბუნებაში ჯერ ერთი ესაა ვაფშე გამოვალ მდგომარეობაში, იმიტომ რომ არ დაგჭირდება მართლა რა. კიდე მაქვს პროექტორი, რომელიც ზუსტად აკეტევა, წამოწოლილი რო შემილა უყურო ხოლმე. ახლა მაგის გაშლაც დამეზარე, მაგრამ აქ ბირთვისში ვარ ახლა წამოსული და
ამ ვიდეოს რო დავდებ ტურს, შემდეგი ვიდეო აგრეებს გავაკეთებ, რა საჭმელებს მომზადებ და რეალურ პირობებში როგორ გამოცდილებას მივიღებ ამ სახლი მანქანიდან, მაგას გადავიღებ და მაგასაც დავდებ. ძალიან კომფორტულია რა და ძალიან მომწონს ეს რაც გავაკეთე. ხო, რაზეც ვლაპარაკობდი, ჩინელებს უნდა ევაჭროთ ყველაფერში და თქვენ რო სასაცილოდ მიგაჩნიათ რაღაცის თქმა, რო უთხრათ, ძალიან ადვილად გიკლებენ რა. ეხლა რამდენი რაღაცაზე გავაკეთებინე ფასდაკლება. პეკრონის დინამოდან დამტენზე. მაგაზის ფასდაკლება გავაკეთებინე, ზუსტად არ მახსოვს რამდენი, მაგრამ ბევრი არა, მაგრამ დავაკლებინე რა, რატო არა. ვენტი რაც მაქვს, იმაზეც ვევაჭრე, იმაზეც 60-70 ლარი დავაკლებინე. კალონკა მიждდებოდა ძალიან ძვირი, იმიტომ რომ ესაა შიგნით სპილენძით გაკეთებული და ღირდა. კარგი გამბაჟება უწევდა რა. გამბაჟები ცალკე ემატებოდა. და ისე ვქენი რომ ხოვე რაღაცეები და დამიკლო ისე რომ ფასიც მაგრად დააკლდა და გამბაჟებაც არ მომიწია. გასქურას არ მაძლევდა ცალობაში. $40 თუ $35 იყო ბევრ რაოდენობაში და ყველაფერი მივწერე და მე ცოცხალი თავით არ მიიკლებდა და გაუგზავნე ში ჟინპინი ქვია ხო მაგათ პრეზიდენტს რაღაც ეგეთი. მაგის და ირაკლი ღარიბაშვილის ფოტო ხელს რო ართმევი და მეთქი აგერ ჩვენ ქვეყნებს შორის როგორი ურთიერთობაა და ესე უნდა გავაგრძელოთ და რაღაცები და დამიკლო რა მომცა სემფლი იმ ფასში, რასაც მაღალ რაოდენობებში ყიდიდა რა და თან იმენა ეს მაწყობა. ზუსტად ეგრე დაუძოგე ყველაფერში ფული რა. ეკოფლოუზე აწყობას თუ გადაწყვეტ, გირჩევთ რომ დაელოდოთ ხოლმე ფასდაკლებებს, იმიტომ რომ მართლა კაი ფასდაკლებები აქვთ. 3300 ლარი დაუძოგე ეკოფლოუში და მზის პანელში, საერთოდ ყველაფერში რა. დომინოშიც რამის თუ ყიდულობ 7%-იანი ბარათი მაქვს მე მაგალითად. დომინოს და რამის რო ყიდულობ ორ კვირაში 7% უკან მიბრუნდება და ისე ვანაწილებდი, რაც არ მჭირდებოდა ჯერ ერთს ყიდულობდი, მე ის რო დამერიცხებოდა, მე კიდე იმის ფასდაკლებით ესე ვყიდულობდი და საკმაოდ 900 ლარი მანქანის ფასის გარეშე. მანქანაც ეხლა ესეთი მანქანები არ ეღირება ძვირი რა. მე ეს მანქანა მყავს და არ მიყიდია და მაგიტო რაც ყავს იმაში უნდა აწყო რა ეხლა მანქანაში თუ $10,000 გადაიხადე, მაშინ ბიუჯეტური საწყობას აღარ ეცდები და მართლა ისეც ააწყო ყველაფერი. მაგრამ ყველაფერი აქ ერთში და საშხაპი არის. რამე ნებისმიერ თემაში, კითხვა თუ გინდათ, დახმარება თუ გინდათ, ვიდეოები მიდევს ყველაფერზე ძალიან დეტალურად ახსნილი. იქიდან რამე თუ ვერ გაიგეთ, ნებისმიერ თემაზე, აი, ვაფშე ყველაფერზე მომწერეთ რა, სულ რო უაზროდ გეჩვენებოდეთ. ეს ყველაფერი ავაწყე მარტომ ვაფშე დახმარების გარეშე და თანავაწყე ისე რომ აქამდე გამოცდილება არ მქონია ვაფშე ესეთ არაფერში, არც ხესთან მუშაობაში, არც ელექტროობასთან მუშაობაში და ვაფშე არაფერში რა. მაგრამ ისე მინდოდა რომ გამომივიდა და თუ რაღაც უეჭველი გინდა, არა, ეხლა ესეც ისეთი თემა რომ არ გამოგივიდეთ რა. მადლობა ვინც მიყურეთ, თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ გამოიწერეთ რა არხი.